ეხა უჩინარ ტაძართან. აი ეს ტაძარი, ნუ დაახლოებით აი ანგორბაჩი რომ ისინია დაპრომი იმის მსგავსია. აი სულ ხის ფესვებში არის ხის ფესვები აქვს გარშემო. ხა შევიდე შიგნით აქ რო გადაღება დაუდიათ ეს ცუდი ხეც მიფუჭებს, მაგრამ აი ხე და ნახე როგორ ფესვებშია გახვეული მთლიანი ტაძარი. ეს ტაილანდში არავის არ აქვს ნანახი ქართველებს. აღმოვაჩინე მე ცოტა ხნის წინ. ესენი მცველები არიან ტაძრის. ნახე რა მაგარია. აი სასწაულია რა. 1 minute. აი და შიგნით ნახე როგორი ბუდაა, შიგნით არ შეგვიშვე, არა უბრალოდ გადაღება არ შეიძლებაო და გარედან ვიღებ. ოქროთი შემოსილი ბუდაა სულ. შიგნით რო შევალ შეიძლება შევაძლო და ჩუმად გადავიღო. გვერდით ამ მხრიდან შიგნით შევედი, ცოტა ვიდეო კი გადავიღე და აი ეს ანუ მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს უძველესია, აი ეს ხის ფესვებში გახვეული და რომელი საუკუნის არის არიციან რა. ვისი აშენებულია რომელი მეფობის დროს, აი როგორ შედიან ესენი შიგნით, ასე ვიყავი შესული მეც, ავედი ზემოთ, ოქროებით არის სასიკვდილი ბუდა. ანუ მაგარია. აი პოროსტარა. აი როგორ მოდიან შესაწირით ხალხი, ლოცვებს კითხულობენ და ეხა ნახე გარეთ რეები დგას. მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ეს არც ერთ ქართველს არ აქვს ნანახი, აი სრული 1,000,000%-იანი ვამბობ ამას. ეს აბზაფხულს აღმოვაჩინე მე, აი ბაბუშკები მივიდნენ. ნახე მთელი ოჯახი შესაწიარი. ეს კამბოჯური სტილია, აშკარად. შიგნით ბუდა არ არის კამბოჯური. ეს კიდევ გარეთ ტერიტორიაზე, აი აქაც იყიდება აქ და აი ოქროს ფურცლებით არის შემკული სულ რა. ეხა ნახე სხვებიც ნახო. აი ეს არის ოქრო სულ. აი ეს ოქროა, როგორც ბირმაში არის. აი ასე და ესეც აი სულ კობრა რო გადაეფარა ბუდას გასხილოს. აი ეს ჩემი კვირის ბუდა, ეს ჩემი კვირის, ეს 4 შაბათის ბუდა, ნირვანა, ეს არ ვიცი, წოლიარე თუ მეც 1 minute წონიალე მე მგონი იმის არის პარასკევის. აი როგორ ნახე როგორ მიაკრა ნახე. აი ქაღალდით იყიდება. აი მიაკრა. ქაღალდს აქ ჩააგდებს. აი ეს ქალბატონიც ნახე როგორ აი ქაღალდზე არის ოქრო. აი ესე მიაკრა. აი როგორ მიაკრა. მოკალეთ რა. ეს ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის ეს ადგილი. ვიდეოები ნანახი მქონდა, მაგრამ არის სრულიად უმაგრესი. ხალხი არის უამრავი. მაგრამ ძირითადად სულ ტაილანდელები, ტურისტი მე აქ არ მინახია. აი რა მაგრობა.